ბიძინა ივანიშვილის პირველი ვრცელი ინტერვიუ რუსთავი ორთან. იყო ცინიზმი და თავხედობის წვერვალი ფაშისტები და შეიძლება მასაც უკვე ჩემი აზრი უთხრა. ადეიშვილმა მიხვდა იმის უჩი გააკეთა ანალიზი და წავიდა. არც ეგარ ვიცოდი გეფიცებით. პრემიერ-მინისტრი პოზიციის კითხვებს პასუხობს. ყობა დავითაშვილზე მინდა კითხოთ. თქვენ გქონდათ პირისპირ შეხვედრა და საკმაოდ ხანგრძლივი დავით ბაქრაძესთან. ხო, ამ არსებობს რაღაც ფარული შეთანხმება ახალ მთავრობასა და კუდის თქვათ ყოფილ ხელმძღვანელს შორის. ხელავდით ამ გამოსვლის დროს თქვენ პუტინი გიყვართ და არ გიყვართ სააკაშვილი. სტრასბურგის ვიზიტის დეტალები. გამომერთო ის სუფლიური პრომპტერი და მე დამჭირდა ამ დამებრუნებინეს უკან და ის ტექსტიც ამეწყვე. ამავდროულად საუბარი ამ და შემეწყვეტა და ეს დაზაბულობა მქონდა. ბიძინა ივანიშვილის პირველი შეფასება 19 აპრილის აქციაზე. საკმაოდ კაცრი იქნება ჩემი შეფასება. ვის გაშობას აპირებს პრემიერი მინისტრთა კაბინეტიდან. ერთ-ერთი აიქეჭვი რაღაც და ისიც მინდა რომ ისე არ გააწავიდეს როგორც არის. რა დოკუმენტების გასაჯაროებას აპირებს ახალი მთავრობა უახლოეს დღეებში. ბიზნესისგან მოკრებილ მილიონებს როგორი ითვისებდნენ როგორი ნაწილებდნენ კიდევ მესამე სერია იქნება მეორე სერია იქნება მე მესამე სერია იქნება. ვინ იქნება ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი? რატომ არ ჩატარდება 26 მაის სამხედრო აღლუმი და როგორ ასრულებს საკუთარ დაპირებებს ახალი მთავრობა? პრემიერ-მინისტრის პასუხები ყველა აქტუალურ კითხვაზე. უკვე საათზე დიდხანს ვისაუბრეთ. ბიძინა ივანიშვილი პოზიციაში.